სტუმრებთან ერთად ვაგრძელებთ გადაცემას თია ყიფშიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თეონა დოლენჯაშვილი მწერალი და ჟიურის წევრი გახლავთ ჩვენთან სტუდიაში. დილომშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და მოდით მაყურებელს უთხრათ რომ საუბრობთ კონკურსის შესახებ სახელწოდებით ჩვენი თავგადასავალი და ამ კონკურსის დასრულების შემდეგ უკვე ხვალ უბრალოდ დღეს 3 საათზე გამოიცემა ახალი წიგნი, სადაც გაერთიანდება 14-18 წლამდე მოზარდების თხზულებები. მოდით გვითხარით ამ კონკურსის შესახებ, როგორც ვიცით, წელს პირველად გაიმართა, როგორ ჩაიარა, როგორია შედეგები და ალბათ მოგცეთ იმის ოპტიმიზმი, რომ კარგი იქნება თუ მომავალშიც დაგეკმოთ. მოგესალმებით თქვენს მაყურებელსაც, მიულოცავ ყველა იმ დღესასწაულს, რომელმაც ჩაიარა. დღეს ბედობა და ალბათ კარგად დაგვებედა ისიც, რომ რაღაც თქვენთან სტუმრად ვართ. და ვფიქრობ, რომ მართლა მნიშვნელოვანი დღეა, დღევანდელი დღე იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ამ კონკურსში ჩაებდნენ, იმიტომ რომ 3 საათზე დღეს მოხვდებიან იმ გარემოში, სადაც მოხვედრა ალბათ ძალიან უნდოდათ. ეს არის მწერალთა სახლი, სადაც გაიმართება ჩვენი თავგადასავალი ამ კრებულის პრეზენტაცია. მოკლედ რო გითხრათ კონკურსის შესახებ, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით მიმართეთ მწერალთა სახლს, გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივი კონკურსი შეგვექმნა, გაგვერთიანებია 14-18 წლის მოზარდები საქართველოს მასშტაბით და გვეთქვამთ, რომ გამოეგზავნათ მოთხრობები. პირველ ეტაპზე სამუშაო ჯგუფმა შეარჩია 24 მონაწილე. სამწუხაროდ ერთმა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო წამოსვლა და 23 ადამიანი წავყვანთ კახეთში. კერძოდ წინანდლის სახლ-მუზეუმში მოხვდნენ, სადაც მუზები ბრინავენ დადიან და სავსეა ეს ეზოამით და აი ამ ეტაპზე უკვე შემოგვემართნენ ჟიურის წევრები, რომელმაც გარკვეული დავალება მისცეს თუ როგორ შეიკრა ეს გუნდი და თქვათ რა პერსპექტივები აქვს მომავალ თაობაზე. ამაზე ჩვენზე უკეთ რა თქმა უნდა თეონა ისაუბრებს. უბრალოდ მე ვიტყვი მას, რომ ძალიან დიდი ბედნიერება იყო ერთად გენახათ თითქმის ყველა რეგიონის ბავშვები, რომელსაც ერთად მოუყარეთ თავი და დღეს 3 საათზე იქნება კიდევ ერთი კარგი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რომ ისევ შეხვდებიან ერთმანეთს და ამჯერად უკვე მწერლებთან ერთად გაუზიარებენ შტაბ-ჭრილებს, იმიტომ რომ რაც იქ დაიწერა ერთი დღის მანძილზე, სწორედ ის მოთხრობებია აქ ერთად თავმოყრილი. თეონა, მოდით გვითხარით, ველოდებით, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში კარგი მწერალი გამოჩნდება ქართული ლიტერატურის ასპარეზზე. მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ჟიურის წევრად მუშაობა. სწორედ ამ კონკურსზე მე ხშირად ვამბობ, რომ თითქმის ყველა ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრი ვყოფილ ვარ და ძალაუნებურად მიწევს შედარება. ჩემის აზრით ეს არის სწორედ ის თაობა, სწორედ ის კონტინგენტი, რომელიც ყველაზე მეტად გახსნილია, ყველაზე მეტად მოწყურებული ამ პროცესს და ყველაზე დიდი ინტერესით შეხვდნენ. მე რამდენადაც უყურებდი მათ რაღაც სახეებს, გაფართოებულ თვალს ღრუბელივით იწოვნენ ყველაფერს ირგვლივ და ძალიან ბედნიერები იყვნენ იმით, რაც ხდებოდა იმ 3 დღის განმავლობაში. რაც შეეხება თვითონ ტექსტებს, თვითონ ნამუშევრებს, რა თქმა უნდა ეს ერთ დღეში დაწერილი მით უმეტეს ამასაკში, რაც უნდა ნიჭიერი იყოს ადამიანი, ძალიან რთულია შექმნა სრულყოფილი ტექსტი, რაც უნდა დიდი რესურსი და პოტენციალი ჰქონდეს, თუმცა ეს მარცვალი, ეს ნაპერწკალი ყველასთან არის მეტნაკლებად ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის პირადად ლიზი ბუტაყაშვილის აღმოჩენა, ეს იყო ჩემი რჩეული. ვფიქრობ, რომ ამ პატარა გოგონა მოახერხა მართლაც შეექმნა ძალიან ესეთი თითქმის სრულყოფილი მხატვრული ტექსტი, რამდენადაც შეიძლება, მართლა გაოცებული დავჭდა ბევრი სხვა გამარჯვებულებისაც, მაგრამ საერთო ჯამში ეს არის ძალიან საინტერესო თაობა და ძალიან ესეთი თავისი უკვე სრულებით, აქცენტებით, აი იმ პოტენციით, რომელიც ვფიქრობ, რომ მომავალში აუცილებლად განვითარდება და ძალიან საინტერესო ესეთ ნაყოფს და შედეგს მოგცემს. გარემო იყო მართლაც არაჩვეულებრივი და ქონდათ ბავშვებს ერთი დღე მხოლოდ იყო თუ არა განსაზღვრული თემატიკა ან რაიმე მინიშნება ის გარშემოც პირველ დღეს, როდესაც ჩამოვიდნენ, ანუ იყო ზოგადი გასაუბრება, ასე ვთქვათ და იყო ეგრეთ წოდებული დავალება. ჟიურის წევრები რაზე შეთანხმდნენ, ამას თეონა იტყვის ალბათ. იცით რა ვეცადეთ, რომ ძალიან კაც ჩარჩოებში არ ჩაგვესო, არ დაგვეშინებინა, იმიტომ რომ ესეც რთული არის სწორედ ასეთ რეჟიმში და ასეთ მოკლე დროში დავალების შესრულება, ამიტომ ავირჩიეთ ესეთი სიტყვა, რომ საათის ისრებით 12-ს მივახლოდეს რჩეულიშვილის მოთხრობიდან და ეს მეტ სივრცეს გაძლევს სააზროვნოსაც და შეგიძლია ყველა ჟანრში იმუშაო და ინიციატივში ნებისმიერ ტექსტს მოარგო, ამავე დროს ინსპირაციის ფიქრობს კარგი
ესე რომ თქვათ საშუალება შეიძლება რაღაც დეტექტივიც კი მოგივიდეს თავში მოკეთ ბევრი რამ შეიძლება და ფიქრობ მრავალ მხრივად წარმოჩინდა სწორედ ეს თემა უკვე აქ ნაწარმოებებში მე თვითონ ძალიან მომწონს ის ფაქტი რომ ყველა ტექსტი შევიდა ამ წიგნში მეტნაკლებად სუსტი თუ ძლიერი იმიტომ რომ მათ უკვე აქვს თავის შედეგი გამარჯვებულ სამარცხებს აქ არ აქვს მნიშვნელობა პირველივე ესეთი მნიშვნელოვანი ესე იგი ცდა არის უკვე ესე ორ ყდას შორის მოქცეული და მე ვფიქრობ ეს არის ძალიან კარგი ამასაკისა და არათუ ამასაკის ადამიანს უკვე სერიოზული და დამწყები მწერლებისთვისაც და მნიშვნელოვანი პირადად ჩვენ ვთქვათ ხა ამ შემთხვევაში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი გკითხეთ რომ ვისაუბროთ არის ამ ახალგაზრდების ნიჭის წარმოჩენა უნებრივია უნდა მიეცეთ საშუალება და ყველაზე კარგი საშუალება არის სწორედ ის რომ არ არიან არათუ მოზარდები არამედ მათზე უფროსებიც კი განებივრებულები რომ ვთქვათ კრებული გამოსცენ ეს უკვე რა თქმა უნდა მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამას გარდა გადავწყვეტეთ რომ თითოეულ მათ მოთხრობას დამწყარებული ქონოდა ასე ვთქვათ ის რაც მათ უნდათ ეთქვათ კითხველისთვის ანუ რას ნიშნავს მათთვის ლიტერატურა და ვთქვათ რა ვთქვათ ჯილდოს თუ კონკურსის მონაწილე ყოფილა აი რაც შეეხება გურამ ჩეულიშვილის აი ამ ერთ წინადადებას კედლის საათი უკვე 12-ს უჩვენებდა ეს მის მოთხრობიდან ნადირობა ანუ ვთქვათ ერთ-ერთმა მათგანმა დაიწყო ასე კედლის საათი უკვე 12-ს უჩვენებდა და მეც გამოუსწორებელმა ძილისგუდა საკუთარი თავი ვაიძულე როგორღაც თავი დამეხსნა თბილი ბალიშის უფრო თბილი მარწუხებისგან ერთმა ესე დაიწყო ვიღაც ვთქვათ სადღაც შუაში ქონა თავარი იყო ის რომ არანაირი ჟანრი არ გაგვისურვავს მაქსიმალური თავისუფლება ჰქონდათ იყო ერთგვერდიანი მოთხრობაც იყო უფრო ვრცელიც და ნუ იყო გადაკეთების მომენტებიც და კიდე აი ლიზისთან დაკავშირებით ლიზი მე მგონი თითოეული მათგანი იმიტომ რომ ჟიურის თითოეულ წერს ყავდა თავისი რჩეული თუმცა ლიზი გამეორდა ანუ ირაკლი ჯავახაძის რჩეული იყო და თეონასი და ლიზის ნახატია ესეც ანუ სპეციალურად აი ამ კონკურსისთვის შექმნა აი ეს ყდაც ხო ძალიან სადაც კედლის საათი 12-ს უჩვენებს მართლა მკაცრად ვერ შევაფასებთ ჩვენ ამ მოზარდებს იმიტომ რომ შეიძლება პირველისთვის მართლაც დებიუტი იყო და პირველად შექმნა რაღაც გარკვეული თხზულება თუმცა ალბათ ჯურის ქონდა რაღაც გარკვეული კრიტერიუმები რის მიხედვითაც გამოარჩია და დაასახელა საუკეთესო მისთვის საუკეთესო იცით რა ძალიან ის უფრო ორიგინალურს მეენჭეთ უპირატესობა თუ წერის სტილს მანერას იცით რა წერის სტილი და ტექნიკა დროთა განმავლობაში ხვეწება მთავარი ეს ნაპერწკალი ის რაღაცა შემოქმედებითი რაღაც ნიშნები და ეს პოტენცია რომელიც ჩანს ტექსტში და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორიგინალობა, ინდივიდუალიზმი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ ტექსტი ასე რომ ვთქვათ შეკრული ყოფილიყო, დასრულებული ყოფილიყო და არ ყოფილიყო ძალიან ისეთი პირადი დღიურები, რაც ამას აქში რაღაცა მეორდება და რაღაც ცოტა გასულიყვნენ საკუთარი ესე პირადი ამბებისგან. ასეთი რამდენიმე 5-6 მოთხრობა თავისუფლად ამერჩა. მე თვითონ ვფიქრობ რომ აი ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ ამ იდეის ავტორებს და ორგანიზატორებს ამ კონკურსის, იმიტომ რომ თვითონ შემდეგ ბავშვებს ხოთა შეიძლება ეს შენიშვნების სახით ან რჩევების სახით ჟიურის წევრები ვესაუბრეთ და ამის კიდევ უფრო მეტი მოთხოვნილება ვიგრძენი მათგან, მათ სურთ შეხვედრები, მათ სურთ საუბარი, მათ სურთ ესეთი კონტაქტი მწერლებთან, ლიტერატურასა წიგნთან მეტის და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ამ კონკურსის იდეის ავტორებს და მე ძალიან მიხარია რომ ეს გაგრძელდება, რადგან კიდევ ვიმეორებ რომ ეს არის თაობა, ეს არის სწორედ ის ახალი სიტყვა, ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად ეხლა ჭირდებათ ეს. თან ეს არის რეგიონები, სადაც ყველაზე მეტი წყურვილია, ამის და ყველაზე მეტი დიდი დეფიციტი და ყველაზე მნიშვნელოვანი ვფიქრობ ეს არის ამ კონკურსში. დიდი მადლობა თიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მოიფიქრა და განახორციელა ეს მშვენიერი საქმე. ხო, ეს რჩევების მიცემა და ალბათ მოსაზრებების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, ზუსტად ის მინდოდა მეკითხა რომ ისეთი ასაკი აქვთ ამ ბავშვს, ამით უმეტეს ახლა იწყება, შეიძლება რაღაც ამბიცია აქვს. იყვნენ, ანუ შემდეგ უკვე, როდესაც აი ვთქვათ, აი სივრციდან გამოდიოდნენ, სადაც წერდნენ, ხო? ერთ სასტუმროში იყვნენ ამ ადამიანებთან, ანუ ჟურნალისტებთან, მწერლებთან ერთად იყვნენ და ეს გარემო კიდე ქმნიდა იმას, რომ რაღაც კითხვები რაც ჰქონდათ, აი წამოსულიყო და მაქსიმალურად მიიღოთ და აი დღევანდელი დღეც ვიცი მათთვის, რასაც ნიშნავს, რომ ანუ ეს მათი წიგნი, როცა უფრო ფართო საზოგადოების წინაშე გადის და როდესაც კიდევ ერთი საშუალება ეძლევათ, არა მარტო ჟიურის წევრებს, არამედ მათთან ერთად სხვა მწერლებსაც შეხვდნენ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან პლუსი და აქვე
აქვე წინასწარ აღნიშნავ, რომ ეს პროექტი აუცილებლად გაგრძელდება, აუცილებლად იქნება უკვე წელს 2015 წელსაც. ამჯერად ვფიქრობთ, რომ ბაზალეთზე გავმართოთ, ანუ ისევ ბუნების წიაღში ასე ვთქვათ. და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, იმიტომ რომ დილა პირველი არხით დილა არის ის, ვინც ყოველთვის გვერდში გვიდგას და ჩვენთან ერთად ხელს უწყობს ახალგაზრდა ნიჭიერ შემოქმედებს თავიანთი თავი წარმოაჩინონ. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მე მოგხსოვს რომ შეძლებენ ამას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მივცეთ სტიმული, რომ გქონდეთ უფრო მეტი სითამამე თავიანთი აზრები ესე ფართოდ გამოამჟღავნონ და გაუზიარონ ყველას. ერთი რაც მაინტერესებს, მხოლოდ საჯარო სკოლები მონაწილეობს ამ კონკურსში თუ ეს არ არის განსაზღვრული, ანუ არსად არ არის მითითებული, რომ საჯარო სკოლის უნდა იყოს, უბრალოდ ასაკობრივ ჩარჩოში უნდა იყოს 14-დან 18 წლამდე, ანუ მოზარდებისთვის კეთდება და შემდეგ უკვე არის რაღაც ანუ გამოგზავნილი მოთხრობებიდან უკვე რა აკმაყოფილებს, რა არ აკმაყოფილებს, ზუსტად იმ კრიტერიუმებით, რაც თეონამ ჩამოთვალა, ბუნებრივია წიგნი, როდესაც კრებული გამოდის, გადის კიდევ ერთ გზას, ეს ну აი ამ სფეროში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, ეს არის უკვე ტექსტის რედაქტირება, რაც ცოტა სახეცვლილს ტოვებს, თუმცა დიდი პლუსი ისიც არის, რომ არც ერთი მათგანი ანუ ჩვენ არ დაგვებეჭდავს მხოლოდ რჩეული მოთხრობები. ყველას მოთხრობა შევთავაზეთ და აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა როგორც მწერალთა სახლს, ასევე რა თქმა უნდა ჟიურის წევრებს, რომლებიც აქვე დავძენ სრულიად უსასყიდლოდ იყვნენ ჩვენს გვერდით. თუმცა როგორც ხედავთ, დიდი სიამოვნებით. დიდი სიამოვნებით და უბრალოდ მოუწოდებ ყველას ამ მასაკის ადამიანს, რომ ჩაერთნენ, ეს არის მართლა ძალიან დიდი და საინტერესო თავგადასავალი, არა მხოლოდ ლიტერატურული ცხოვრებისეულის და წარმატებას ვუსურვებ ყველას. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ თეა ყიფშიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი და ამ შემთხვევაში კონკურსის ჟიურის წევრი. ნახოთ რეკლამა, შემდეგ მოამბე და დაგიბრუნდებით დროებით.